გამარჯობათ. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თუ რა ინსტრუმენტები გაგვაჩნია ტრიკაჩი და საერთოდ როგორ ვიწყებთ მუშაობას, როგორ უნდა დავიწყოთ და რო დავიწყებთ რა თავმჯდომარეობა უნდა დავიცვათ. მოკლედ ეს არის ფანჯარა, სადაც შევდივართ და ვიწყებთ მუშაობას და აქ არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, აი ამ პანელზე განლაგებული, აი აქაც ეს არის ესე იგი დაკვეთის ნომერი და პროგრამა ამ დაკვეთის ნომერს როცა თქვენ იწყებთ ახალ სამუშაოს ავტომატურ რეჟიმში ანიჭებს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ეს შეცვალოთ, არ არის პრობლემა და თქვენი რაღაც ნომერი მიენიჭოთ, მაგრამ პროგრამა თავმჯდომარედ ანიჭებს ავტომატურად თავის ნომერს. კი ბატონო, აქ არის კალენდარი. აქაც შეგიძლიათ რაღაც ჩანაწერი გააკეთოთ, რომელიც შემდეგ დოკუმენტაციებში აისახება და ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ნახოთ მე დოკუმენტებში რა ჩანაწერები მოგდით და რანაირად მოგდით. აქ თავის კალენდარია, კლიენტების რეკვიზიტები, დაკვეთის რეკვიზიტები, ყველაფერი კარგად არის გაწერილი. აქ იწერება ვინ არის ზაკასიკი, დაკვეთის ნომერი შეგიძლიათ ჩაწეროთ ტელეფონი, ისამართი და რაღაც გთხოვდება კომენტარი რა. კი ბატონო, ეხლა ეს რა გვაქვს აქ? დავიდეთ აქეთ ხარეს. მაგრამ ეს არის სამხრეთი ჩარხი, სარიფლექსი, რომლის როცა თქვენ გააკეთებთ პროექტს, და ეს როდესაც გექნება ჩაკლიკული და გექნება ჩაკლიკული TXT ფაილი, ესე იგი თქვენ როცა მორჩებით პროექტს და დაამთავრებთ მთლიანად, მერე პროგრამა გიგზავნით მთელ რიგ დოკუმენტებს ელექტრონულ პოსტაზე. ერთ-ერთი დოკუმენტი იქნება აი სამხრეთი ჩარხისთვის თუ ყველა დეტალი როგორ უნდა დაიხრიტოს, ანუ ყველა დეტალისთვის იქნება გაწერილი პროგრამა, რომელსაც თქვენ პირდაპირ მიაწვდით სამხრეთი ჩარხის ოპერატორს და ის სამხრეთ ჩარხზე დაიწყებს იმის დახვრეტას. ეს არის DXF ფაილი. ეს სხვა სამხრეთი ჩარხებია, საფრეზე ჩარხებია, სხვა კონფიგურაციის. ასევე არის DXF ფაილი. DXF ფაილი მოგდით ორ ფოლდერად. ერთი ფოლდერი არის, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალის DXF ფაილი არის, სადაც ყველა დეტალის DXF ფაილი არის და ანუ თუ არის 300 დეტალი, 300-ს DXF ფაილი იქნება და აგრეთვე მოგივათ DXF ფაილი იმ დეტალების, რომელთაც უკეთდებათ მოფრეზვა, ან ამოჭრა, ან თუნდაც სანათის ადგილის ამოფრეზვა და ასე შემდეგ. ანუ თუ არის ამოსაფრეზი 26 ცალი დეტალი, იქ ზუსტად მოგივათ 26 დეტალის DXF ფაილი, რომ თქვენ 300 DXF ფაილში არ ეძებოთ 26 დეტალი რომელი არის. ამიტომ პროგრამა მაგას ცალკე ალაგებს და ცალკეულად დაალაგებულად გიგზავნით მაგას DXF ფაილებს, რომელიც თქვენ შემდეგ შეგიძლიათ თქვენთან შეხვიდეთ, კიდევ გადახედოთ, დაამუშავოთ თუ გნებავთ და მერე გავუგზავნოთ საფრეზე ჩარხის ოპერატორს, რომელმაც იცის უკვე რა უნდა ამოფრეზოს და რა უნდა გაუკეთოს იმ დეტალს. კარგით, გადავდივართ შემდეგ ასე ვთქვათ საკითხზე. ეს არის მოკლედ ამეშენია, სადაც ვაგებთ კედლებს, ეს არის საკაზი, ანუ ახალი დაკვეთა, ეს არის პროექტირებაზე გადასვლა, ეს არის ზუსტად თქვენ ნახოთ რა დოკუმენტები გაქვთ და აქ არის კიდევ რა, ეს არის ახალი დაკვეთა, ეს არის ის დაკვეთები, რომელიც თქვენ გაქვთ შესრულებული და პაპკაში არის უკვე. Parem ეს პაპკაც გავიაროთ, რას ნიშნავს. აქ არის, ესე იგი, შეგიძლიათ დუბლირება გავუკეთოთ დაკვეთას და მოკლედ წაშალოთ დაკვეთა, ყველაფერი გარკვევით წერია აქვს.
მოკლედ კიდევ რა გვაქვს მნიშვნელოვანი, ეს არის აი ამ ასე ვთქვათ, ღილაკს რომ დააწვევით, გამოაქვს, ეს არის რომ გააკეთოთ აბნავლენია, ანუ პროგრამა რომ ჩამოტვირთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ახალ რაღაცებს პროგრამაში, ახალ პროგრამირებებს და ბევრი ინფორმაცია შეგვაქვს. და პროგრამას რო ვითარდება, ამიტომ თქვენ როცა გახსნით, ჯობია რომ განაახლოთ პროგრამა და ეტყვით აი ესე ნაჩაც და ნახეთ всё, აქ ახლა ბევრი არ იყო და უცებ გააკეთა, შემდეგ ეუბნებით ოკეის და ეუბნებით გაშლას. აგრეთვე არის კიდევ აი ეს რა არის? ეს არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ინგლისურ ვარიანტზე, ასე ვთქვათ, პროგრამისა. აირჩევთ აი ინგლისურს. ეხლა ეუბნებით ოკეის, გამოხვალთ, გამორთავთ პროგრამას და ხელახლა ჩართავთ და ასეთ შემთხვევაში, ესე იგი, პროგრამა გადავა ინგლისურ ენაზე. ეხლა არ გავაკეთებ ამას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეგრეთ წავიდეთ და მასე გადაიყვანთ პროგრამას ინგლისურ ენაზე, როცა დაგჭირდებათ. კარგით, გავყვეთ, ეს არის დამახსოვრება, როდესაც დამახსოვრებას აწვევით, ნახეთ, გამოდის აი ესეთი პანჯარა და გეკითხებათ, გავაგზავნოთ თუ არ გავაგზავნოთ. თუ თქვენ გინდათ რომ მიიღოთ დოკუმენტები იმ ელექტრონულ პოსტაზე და რაღაც გარკვეული დოკუმენტები საიტზე, როგორც იქნებით საიტზე დარეგისტრირებული, მაშინ უნდა უთხრათ გააგზავნეთ. თუ არ გინდათ, ეთქვით, არ გააგზავნოთ და მორჩა ესე ეთქვით და სულ განთავდება მაგით. და თუ დოკუმენტების მიღება გინდათ, ეთქვით, გააგზავნეთ და დაახლოებით 5-6 წუთში მოგივათ მთლიანი დოკუმენტაცია, რაც თქვენ პროექტთან არის დაკავშირებული. იქ იქნება DXF ფაილები, საფრთხე ჩარხისთვის, საფრეზე ჩარხისთვის, Excel-ის ფაილები, როგორც ოპტიმიზაციისთვის, ასევე ფურნიტურების და მასალების, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი. მაგას მერე სხვა ვიდეოებშიც ნახავთ, თუ როგორ ხდება. კარგი, მოკლედ, ეს არის ვიდი. ეხლა პროექტი არ გვახსნით და ამიტომ ვერ გავხსნით და მაგებს მერე ვნახავთ იქით როგორ მუშაობს. აქვს თავისი პროგრამას რენდერი, ეს არის პერიაცენიც, ანუ პერეშოტი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ როდესაც რაღაცები გააკეთეთ პროექტში და ცოტა დეტალები თუ არის ერთმანეთთან აცდენილი ან გამოსული ან გადამჟარი ერთმანეთზე, როგორც კი ეთქვით პერიაცენიც, მაშინვე იწყებს გასტოლებას იმ დეტალებისას. ანუ გადააკეთებს გადაანგარიშებას პროგრამა. ხო, აქ ეს არის სურათი, შეგიძლიათ გადაუღოთ პროექტს. ოკეის ეუბნებით და ჩაგიგდებთ პაპკაში. აგერ უთქვით პაპკას და აი ესეთი სახით ჩააგდებთ და მერე შეგიძლიათ ეს ამობეჭდოთ ან გააგზავნოთ. რაც გინდათ ის გავუკეთოთ. ეს ზუმები არის, ასე თქვენ და ასე შემდეგ. კარგით, მოკლედ ეხლა ჩვენ შევდივართ შემდეგ ეტაპზე, ვეუბნებით პროექტირებას. და პროექტირების შემთხვევაში გადავყავართ ჩვენ ესეთ Windows-ზე და აქ გამოდის აი ესეთი პანჯარა, როცა ეუბნებით პროექტირებას და თქვენ ეუბნებით რა გინდათ, აი მაგალითად მინდა სამზარეულო, ხო? მაგრამ თუ ეხლა ეს პანჯარა რას ნიშნავს, რას წარმოადგენს? ეს პანჯარა არის იმისთვის, რომ თქვენ შეგიძლიათ წინასწარ აარჩიოთ მასალები. თუ კი იცით, თუ რა მასალებისგან უნდა იქნას პროექტი და რა ფურნიტურებისგან დამზადებული, ხო? ამიტომ, როდესაც კორპუსი მთლიან პროექტში როცა სამზარეულოს აგებთ, ხო? და კორპუსი არის თეთრი ფერის, ყველა და ერთი იგივე მასალისგან არის გაკეთებული. სათავოთ ყუთებში შესვლა არ მოგიწიოთ და სათავოთ მასალის არჩევა, მაგალითად, აი ეხლა განახებთ დემონსტრირებას გავუკეთებთ ამას. შეგიძლიათ აი ჩაკლიკავთ აქ, ეს აუცილებლად უნდა შეიქმნას, შედიხარ და ეს არის მასალის სისქე, ხო? 18 მმ. კორპუსი არის ლაპარაკი. ეს არის ჩვენთ მატერიალა, ხო? ეს ანუ რა მასალა უნდა იყოს. და მაგალითად მოდით დავარჩიოთ აი ეს მასალა.
ეგერის, აქ არის სხვა ბრენდები. ანუ თუ ვირჩევ ეგერის, აი ესეთი მასალა აქ ვარიანტი არის, რომ გადახვიდეთ ხის ტექსტურიანზე არის ესეთი ვარიანტიც, რომ პასტელისფერებიაც არის და ნუ ავირჩი ეს მასალა, ხო, ეგერის. აქ რალისფერებიც არის, როცა MDF-ს ირჩევთ, მაშინ რალისფერი უნდა აირჩიოთ, რა ფერში იღებება, რომ ინფორმაციას მაგასაც და ფერსაც მაგას გამოგიტანთ. აი რალისფერს რო დააწვევით, კლიანი კატალოგი გამოაქვს რალის. და შედიხართ და ნუ რანაირი ფერები გინდა, აქ კლიანი კატალოგი არის რალის. კარგით, მერე კრომკა შევიდეთ აქ, ავირჩიოთ ეგერის კრომკა, ნუ ავირჩიოთ ყვითელი, რომ თვალსაჩინო დავინახოთ რა ხდება. მერე არის საზურგის მდგომარეობა, პოზიცია 0-ზე იყოს, ზურგზე დაკრული იყოს გარედან, თუ შიგნით ჩამჟარი იყოს და 8 მმ-ზე იყოს შესული, თუ 16-ზე თუ 20-ზე. აქვს ინდივიდუალная პოზიცია, ანუ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ჩაწეროთ რა რომაზე გადავიდეს საზურგი. ნუ ავირჩიოთ 16 და მერე ვნახოთ რა მოხდება. ხო, საზურგის ფერიც, დაუშვათ ავირჩიოთ ეგერის აი ეს ფერი, ხო? კი ბატონო. მოდი ახლა აკი სამზარეულოს ვირჩევთ, ძალიან შორს ვარ წავიდეთ, ავირჩიოთ ტოპი, ანუ სტალეშნიცა, ეს არის დავაწყაპუნი ახლა და ავირჩიე სისქე სტალეშნიცის, მოდი ვთქვათ 25 მმ. მერე დავაწყაპუნი ახლა და წვეთ სტალეშნიცი და ვირჩევ კორიანს, აქ არის კრონოსპანის ფერები, ეგერის სტალეშნიცები და ასე შემდეგ. მოდი კორიანი ავირჩიოთ და კორიანის ავირჩიოთ, მაგალითად აი, მოდით აი ეს ფერი ავირჩიოთ. კორიანის, ხო? და პრინციპში მე ვფიქრობ, მეტი აღარ გვინდა სამე წავიდეთ, მოდით რა ვქნათ, იცით, პლინტუსიც ავირჩიოთ, რომელიც ზედაპირზე არის. სადა გვაქვს პლინტუსი, აი აქ არის. დავაწყაპუნოთ ამასაც. და ავირჩიოთ ეს 80-იანი სიმაღლის, კი ბატონო, ხო? ეხლა ვეუბნებით აი ამას და ვეუბნებით ოკეის. ეხლა რა ყუთიც არ უნდა გამოვიტანოთ ჩვენ აქ. ნებისმიერი. აი დაუშვათ გამოვიტანეთ აი ეს ყუთი. ნახეთ, გამოვიდა იმ ფერებში, რაც ჩვენ ავარჩიეთ. საზურგი ესე ჩაწეული და ნუ რა ვიცი, აი რაც კი ავარჩიეთ, ზუსტად ისე გამოვიდა. აი ნახოთ, ავირჩიოთ სხვა ყუთი ახლა კიდევ აი უჯრებიანი ყუთი. დავაწყაპუნეთ და გამოვიდა ესე უჯრებიანი ყუთიც. ანუ მასალის ფერები, ამიტომ ვამბობ, რომ უნდა აირჩიოთ ფერები, ალბათ ჯობია წინასწარ, თორემ მერე გიწევთ სათითაო ყუთში შესვლა და სათითაოდ ფერების მიცემა. წინასწარ როცა ეუბნებით, მაშინ აი ესე გამოაქვს ყველაფერი რა. კარგით, ეხლა პრინციპში აქ მე მგონი ყველაფერი გარკვეული გვაქვს, მოდით ერთი ყუთი კიდე გამოვიტანოთ მაინც, ბად დუხოკუ გამოვიტანოთ, აი ესეთი ორიანი, აბატონო, აქ გვაქვს აშიც შევდივართ და პლიტა, ნუ ავარჩიოთ რაღაც ესეთი კლასიკური ვარიანტი, აი ესეთი, აი ნახავთ, შეიძლება კარგად გვაქვს ტრიკატში ყველაფერი გაკეთებული. კარგით. ეს მე მგონი საკმარისია ახლა იმისთვის სადემონსტრაციოდ, რომ თქვენ ნახოთ თუ რა როგორ და რანაირად გამოდის, აგერ ავირჩიოთ ესეთი ყუთიც. კი ბატონო, აი პერიაცენიც, რაც პერეშოტი რაც მე გითხარით წერა, ხო, ეს ასაკეთებს, იცით, აი თქვენ ხედავთ, რომ არის როგორი ხაზები არის ჩოკოლზე, ანუ სათითაოდ ყველა ყუთის ხაზია. მერე არის აქ როგორი ხაზები პლინტუსზე. მოიკაც აი ესე არის რაღაცნაირად, ხო? აი როგორც კი პერიაცენიც დააწვევით, ნახეთ გააერთიანებს ახლა ყველაფერს. ნახეთ, აი პლინტუსები გააერთიანდა, ტოპი გააერთიანდა, აი ეს ჩოკოლებიც გააერთიანდა. და ამათ ნახაზებს მე ცალკე ვიდეოს ნახავ ჩვენ თუ როგორ უნდა ამოვიღოთ აი ამეების ნახაზები. კი ბატონო, მოგლეთ. მე მგონი ყველაფერი გასაგებია და კიდევ ერთხელ გავიაროთ სხვა რაღაცეებიც. ესე იგი
ეხლა ჩვენ გავდივართ ესეთ რამეს, რომ აი რა არის ეს ხელი, ისრები, ეს სახაზავია, ეს არის რენდერი, ლამპოჩკა, ეს რა არის, აი ამ სიას ჩამოყვებით რა როგორ მუშაობს და ამ ვიდეოსაც ესევე მოვჭებით. ეს აუცილებლად ჯობია რომ ნახოთ, იმიტომ რომ აი ეს ინსტრუმენტები რაში უნდა გამოიყენოთ, აქ არის ყველაფერი აღწერილი. აქ მე მგონი ყველაფერი გარკვეული არის და აი აქაც ესენი რაში უნდა გამოიყენოთ. ისე იგი ეს არის, ის არის. მოდი ესე ვთქვათ. დავაწყობთ ამ ყუთს და ნახე გამოიტანა ის არის. აი ამ ისარს რო დაადგებით აქ ნახეთ სერიფერის გახდათ, პრაბილს დააწვევით და გამოიტანს ესეთ ჩასაწერს. როგორც კი ჩაწერთ, შიგნით დავუშვათ 250 ჩავწერე, ხო და ოკეი, ხარი, ნახეთ ყუთს აწევს ზევით. Ctrl-Z-ით დავაბრუნებ უკან, ამას. ანუ რას ნიშნავს ეს ნებისმიერი ის არის, შეგიძლიათ წაავლოთ ხელი და ყუთი გაიტანოთ, გამოიტანოთ. ან ესე ამას წაავლოთ და გაიტანოთ, გამოიტანოთ ყუთი. ერთ რამეს თუ აკვირდებით, ყუთებს გააჩნია მაგნიტები, როგორც კი მიიტანთ, ეგრევე მაგნიტდება თავის სწორ პოზიციაზე. ეხლა ეს წითელი ხაზები რა არის? ეს არის დრაგერს ვეძახით ჩვენ ამ წითელ ხაზებს. ეს დრაგერი ასაკეთებს, აი დაუშვათ დავალაგე ყუთები ესე და დამჭა ადგილი ამ ორ ყუთს შორის. კი ბატონო, აი ნახეთ. ხო, აი ეს ყუთი თუნდაც აი ეს ყუთი დავაგრძელო, ხო, აი ესე მოვიტან, დავაგრძელებ და აი აქ შეერთება გამრიელად აი ესე. პრინციპში ახლა ძალიან დიდი გამოვიდა ეს ყუთი აი აქ გვიწერს უკვე როცა თქვენ გინდათ რომ შემოატრიალოთ ეს ყველაფერი და ის არის როცა ჩართული აი ესე ვერ შემოატრიალეთ აი წამოიღო ყუთი და ამიტომ Alt-ს უნდა დააწვეთ მარცხენა ღილაკს მაუსზე და ესე შეგიძლიათ დაატრიალოთ Alt-ით და მარცხენა ღილაკით. კი ბატონო, აი ნახეთ 1280 ყველა ყუთს აწერია თავისი ასე ვთქვათ სიგანეები. აქ წერია მარცხენა არის თუ მარჯვენა გახება. კი ბატონო. მე მგონი ამ ისრის და ამ ისრების მნიშვნელობა თქვენთვის გასაგებია. ეს არის ისრები, რომელთაც ახდენ გადაადგილებას, როგორც ჩაწერით, ასევე აი ესე ხელის მეშვეობით. თუ მაგალითად ახლა აქ დავდგები და პრაბილს დავაწვევი და დავწერო 300 მმ-ით, მინდა რომ აქეთ ხმის გამოიწვიოს, გამოიწვია აქეთ. ან თუ მინდა რომ პირიქით უკან გაიწიოს, -300 უნდა ჩავუწერო თავისთავად, რომ უკან გაიწევა რა. ანუ საწინააღმდეგო მხარეს რო გაიწიოს, კი ბატონო, ესეც მე მგონი გასაგებია სავსებით. ხო, ეს ხელის მეშვეობით აი ეს ისრები ყველაფერი იქნება და თქვენ მე თავისუფლად შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაატრიალოთ. ისე პერეშოტი უთხრათ, აი ესე უცებრო გააკეთოს ეს პერეშოტი და ეს პერიაციანიც, ეს პერიაციანიც უფრო რთული, ანუ ყველა დეტალს გადის. პერიაციანი ცოტა ეუბნებით, რაც კი დეტალია, ყველა დეტალს დაუვლის და ეს მარტო აი ამ ხაზებს და იმებს გვაასწორებს. ამიტომ შეგიძლიათ ესეც იხმაროთ და ესეც იხმაროთ. ამას ცოტა მეტი დრო ჭირდება პერიაციანის და პერეშოტს, ძალიან სწრაფად აკეთებს. მოკლედ, ეს არის სახაზავი. სახაზავი, რითაც თქვენ შეგიძლიათ, აი მაგალითად მოდით დავაყალოთ ფრონტალურად ჩვენი ყუთები, რომ დაადგება A-ზე და ფრონტალურად, ეს ზუსტად არის ფრონტს ხედავთ ჩვენი ყუთებისას, დააწექით სახაზავს, ხო? და გინდათ რომ რაღაც გაზომები ჩაატაროთ რა, მოკლედ თუ გინდათ აქედან აი აქამდე რამდენი არის, ხო? და მერე რამდენი არის ასევე აი აქამდე, ხო? მოდი enter-ს დავაწვევთ და აქედან აქამდე არის 2180 და 4/10, აი აქედან აქამდე და მეორე ზომა არის 855, აი სიმაღლე, აი ამისი აქამდე. ანუ ესეც გაზომვის ერთ-ერთი საშუალება არის, რომ გაზომოთ. აი აქ რო აწვევით, გამოაქვს უფრო მეტი დეტალები. ეხლა კიდე ერთხელ ნახოთ, როდესაც თქვენ სახაზავი გამოგაქვთ, ხო? ერთი ბოდიშით, კიდე ერთხელ თავიდან გამოვიტანოთ სახაზავი, აბატონო. და აწვევით აი ამას. აქ უფრო მეტი წერტილები გამოაქვს, მოკლედ. გამოაქვს წერტილები, აი ეს არის კედლების სისქიდან რამდენია დაუშვათ ამ ეხლა რეალურად ფასადები რომ მოხსნათ ჩვენ, ხო? დაინახავთ რომ ეს არის
5-ის კედლის სიგანეები და სხვა წერტილები გამოაქვს, სადაც თქვენ შეგიძლიათ ზომების აღება. ამას თქვენ თვითონ ნახავთ, მე უკვე მთავარია თქვენ იცით, რომ ეს სახაზავი რა ფუნქციონალს ასრულებს და როგორ უნდა მოიხმაროთ იგი. ბატონო. ეხლა შემდეგი არის რენდერი, ბატონო, რენდერი არის ეს, არის ერთნათურიანი, სადაც თქვენ შეგიძლიათ გამოიტანს ერთ ნათურას და სადაც გნებავთ იმას, იქ წაიღებთ და იქ დადგავთ. თუ არა და ამას თუ არა და არის ავტომატური ვარიანტი, აი გეუბნებათ, რომ ავტომატურად შეგვიძლია ეს, კი ბატონო, ეუბნებით კი ის და აი ნახეთ, გაანაწილა ავტომატურად სხვა ადგილებში ნათურები, განათებები. და ამაზე ცალკე ვიდეო გვექნება, თუ რენდერი როგორ კეთდება, კონტროლ-Z-ით ამას დავაბრუნებ უკან, მოკლედ ესე. გამორთო ყველას. ყველა ნათურას, კიდე ერთი ნათურა, ერთი კი არა, ბევრია. ანუ ეს როცა დაგჭირდებათ რენდერი, შეგიძლიათ აი ესე გააკეთოთ, ოღონდ ჩართვა აი ეს არის აუცილებლად, ამით უნდა ჩართოთ. რომ ჩაითვოს ნათურები და განათებები და ჭრილები მიიღოთ. მაგრამ ამაზე კიდევ ერთხელ ცალკე ვიდეო გვექნება ჩვენ. ეხლა ეს რა არის? ეს არის თუ დეტალები გნებავთ იყოს გამჭვირვალე. აი როდესაც აწვევით მაგ ოპციას აი ნახეთ, ეხლა რაღაც დიდხანს მომდენთ, რომ რენდერი რო ქონდა ჩართული, ცოტა დაამძიმა პროგრამა. აქ გამოიტანა ესეთი ფანჯარა, ვაწვევით აი ამას, ნახეთ, და დავაწექით აი თუნდაც ამ გვერდს, ხო? აქ ბევრი რაღაცეებია, ამას მე თქვენ თვითონ ნახავთ რა როგორ მუშაობს, მე უბრალოდ პრინციპს გაჩვენებ. გინდათ გააკეთოთ გამჭვირვალე. აბატონო. ხო? ეს არის გამჭვირვალე. კი ბატონო. მე იღებთ აი ამას, აწვევით ამას და აწვევით აი აქ. ანუ აწვევით იქ, სადაც გინდათ რომ იყოს გამჭვირვალე, დავუშვათ ფასადები. აი ეს ნაწილი მინდა რომ იყოს გამჭვირვალე, ხო? მე მგონი გასაგებია ეს როგორ ხდება გამჭვირვალე ეს დეტალები. და ამას როცა დააწვევით ხელს, ეს ყველაფერი აი ეს რაც მონიშნეთ, რასაც მონიშნავთ, ხო? ის უნდა იყოს გამჭვირვალე. ეხლა აქ ფასადი ეფარება წიბოს. ამიტომ ვიდში შედიხართ, ეუბნებით ატკრიც და რომ მოიხსნება ფასადები, აი შეგიძლიათ უკვე ცალკე აი ესენიც გამჭვირვალეებიც კი გახადოთ, შიგნითაც არის დეტალები, ყველაფერი აი ეს ქვედა ძირები ამოატრიალოთ. ოღონდ როდესაც მანდ მუშაობთ, Alt-ი აუცილებლად და მარცხენა ღილაკი მაუსის ერთად უნდა ამუშაოთ, რომ იტრიალოს ამან ყველაფერმა. მოკლედ, ეხლა ისევ დავუბრუნოთ ჩვენი ფასადები, იმიტომ რომ ისეთ ადგილას გადავდივართ. მე მგონი ეს ყველაფერი გავიარეთ. ეს არის რომ import SketchUp წერია, SketchUp-ში რო გადავიყვანოთ. ეს რა გვაქვს? ეს არის მულტიპლიკაცია. ანუ გაღება კარებების, ნახეთ. აქაც როგორ იღება და იკეთება. ანუ ფაქტობრივად პროგრამას გააჩნია თავისი მულტიპლიკაცია. ყველა კარები შეუძლია ამოძრავოს ეს კარადის გასაგვირებელი კარი იქნება თუ რაც იქნება. პრინციპში ძირითადია ეს ნაწილი გავიარეთ, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის იმპორტი სადგინად. შეგიძლიათ ექსპორტი გააკეთოთ DVG ფაილში და ამ წინიან პროექტს გადაგიტანთ DVG ფაილში. თქვენ თუ გნებავთ რომ გააკეთოთ ან 3D-ში, სხვა ფორმატები არის კიდე, სადაც შეგიძლიათ წაიღოთ, ეგ თქვენ თვითონ ნახავთ რა ფორმატები არის, DX-ებს ისედაც გიგზავნით პროგრამა, არ ჭირდებათ იქ ექსპორტის გაკეთება, მაგრამ აი რაც შეეხება DVG-ს, შეგიძლიათ მთლიანად ეს უკვე თავისი აბსოლუტურად თავის სარეცხნიჟარიანად და გაშხურიანად ყველაფერი
ინსტრუმენტები თავის პეტლებით, უჯრებით, სალაწყებით გადააქვს DVG ფაილში. სადაც თქვენ შეგიძლიათ მე თუ გნებავთ, კი ბატონო, თუ ამ პროგრამის რენდერი არ გაკმაყოფილებთ, დადგეთ და გააკეთოთ რენდერი უკვე იმ DVG ფაილიდან 3D-ში გადაიტანოთ და იქ გააკეთოთ რენდერი. კი ბატონო, და პროექტად დარჩებათ, რომელსაც გამოიყენებთ, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული ნაწილისთვის. აქ ხედავთ, რომ ფეხებიც გამოაქვს და მე ყველაფერს ნახავთ. ეს ძირითადად ეს ინსტრუმენტები რაც მუშაობს, როგორ მუშაობს და რას წარმოადგენს, ეს ყველაფერი გავიარეთ. და პრინციპში ამით ახლა ვამთავრებთ ამ ასე ვთქვათ ვიდეოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.